თითქმის დასრულებულია. ვაუ, დიდი ხანია რა მე არ მოგიბზადებია. კი, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. და რაშია საქმე? ჩემი მეგობარი მოდის ჩემს სანახავად. რომელი მეგობარი? ვიცნობ მას? ის ჩინის მეორე ბიძაშვილია. დიდი ხანია არ მინახავს. ო, უბრალოდ წერილებს წერ? კი. აქ არის ჩვენი მიმოწერა. ეს რა? ქაღალდის წერილებია? დიახ, კი. ვაუ, არ მეგონა თუ ვინმე გამოგზავნიდა. საშას არც ტელეფონი აქვს და არც ინტერნეტი. ერთ-ერთი გზა ეს არის. ინტერნეტთან კავშირი არ აქვს? ამელკა არ შემიძლია ამის დაჯერება. დროს არ გაგავს TikTok-ზე და მსგავს რაღაცეებზე. საინტერესო იქნება მასთან შეხვედრა. ბევრი კითხვა მაქვს მასთან. ახლა შეგიძლია გკითხო, ის უკვე მოსულია. მაშინ წავიდეთ მასთან შესახვედრად. ამელკა, ძალიან მომინატრე, ძალიან გაიზარდე. როგორ ხარ? შენს ძალიან შეიცვალე და ეს ჩემი მეგობარი ლეოა. სასიამოვნოა შენი გაცნობა, მე საშა ვარ. გამარჯობა საშა, სასიამოვნოა შენი გაცნობა. ო, ბოდიში, ჩემი ბრალია. მოგზაურობამდე ძროხების სადგომი გავწმინდე, ხელების კარგად დაბანა და მავიწყდა. გზისგან დაიღალე? დაღლილობა? სისულელეა. როცა 100 ძროხა მოწველე, სწორედ მაშინ ვიყავი დაღლილი. 100 ძროხა? რატომ გიგვირს ასე ძალიან? ჩვენი სოფელი დიდია. მაშინ ჩემს სახლს გაჩვენებ. დიდი სიამოვნებით მახავდი. მაშინ წავიდეთ. მოიცა, ამელკა, საერთოდ არ ყავს პირუტყვი? არა, მხოლოდ ჩინაური ცხოველები კარგი, ჩვენ ყავს ზაღლები და კატა. და ჩვენ ყავს 5 ძაღლი და 10 კატა. ვაუ, მაგარია. ბევრი საკვები გჭირდებათ? საკვები, კატები, ბუნებრივ კვებაზე ვყავს. ხორცყიდულობ მათთვის? არა, ინტენით აგვიყვყავს, ყველასთვის საკმარისია. მე მძულს თაგვები. კი, იქ გართობა. კარგი, აქ ქათმების სახლს ავაშენებდი, აქ ღორებს გავზრდიდი, შემდეგ კი აქ ყველგან ქათმები ირბენდნენ, ისეთი პატარები. კი, კარგი, მოდი მე აქ სპორტ დარბაზსა ჩაის სახლს ავაშენებდი. ვაუ! აქ იხვები ცხოვრობენ? ისეთი სუფთაა. არა, ეს იხვებისთვის არ არის. და ვისთვისაა? ეს გუბე შესანიშნავია. ეს საცურაო აუზია. მოიცა. ცურვა? საიდან ამდენი დრო? შეგვიძლია უკვე შიგნით შევიდეთ? ხელები უნდა დაიბანო. სახლში? და სად არის თქვენი ნაკადული აქ? რა ნაკადული? ხელები უნდა დაიბანო. მოდი ჯერ ხელები დაიბანე და მერე ვეძებოთ ეგ. ის წყლის ონკანს გულისხმობს. წყალი, სახლშია. ქუჩაში არ გააქვთ? არა. და როგორ შეიძლება ქუჩაში წყლის გარეშე ცხოვრება? ვერ ვხვდები. წავიდეთ, საშა, ყველაფერს გაჩვენებთ და გეტყვი. აი, აქ შეგიძლია ხელები დაიბანო. ვაუ, დიდი მადლობა. და რისთვის? სპეციალურად ჩემთვის გავაცხელეთ წყალი. ძალიან კმაყოფილი ვარ. მოიცა, წყალი აქ ყოველთვის ცხელია. ვაუ! შეგიძლია შხაპიც კი მიიღო. მე და ლეო წავალთ. შოკირებული ვარ, შენი მეგობარი ქვისხანიდანაა. უბრალოდ ფისი სოფელი ცივილიზაციისგან ძალიან შორსაა. მეგონა ასე მხოლოდ აფრიკული ტომები იყვნენ. როგორ შეიძლება მასთან მეგობრობა? სინამდვილეში ის ძალიან კეთილია და ბევრ საინტერესო რამეს ყვება. ვაუ! თქვენ საკუთარი კინოთეატრი გაქვთ. რა მაგარია! ეს უბრალოდ ტელევიზორია. ტელევიზორი არ გააქვს? მოიცა, შეგეძლიათ ფილმების ყურება, როცა გინდათ? მოიცა, მართლა არ გაქვს ტელევიზორი? არა, ხანდახან სხვა ქალაქში კინოში დავდივართ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. გინდა ტელევიზორი მოგცეთ? არ მჭირდება, არ მაქვს დრო რომ ვუყურო. დრო საერთოდ არ გააქვს? ნახევარი საათიც კი არ გააქვს? არა, დილის 4 საათზე ვიღვიძებ, მერე სადილამდე ვმუშაობ, პირუტყვს ვუვლი, მერე სწრაფად ვჯამ და ისევ სამუშაოს ვუბრუნდები. როგორ რთულია და როდის უნდა დაისვენო? დაშვენება სოფელს არ ეხება, როცა გძინავს, მაშინ მისვენებთ. ძალიან მწუხარ ამის გამო. მოიცა, არ უნდა წუხდე, შვენიერი ცხოვრება მაქვს. კი, საშა თავის სოფელზე მხოლოდ კარგ რაღაცეებს ყვება. სოფლის პროდუქტები მოგიტანეთ, გინდათ რომ რაიმე მომამზადო? იქნებ საჭმელი მოგიმზადოთ, შენ კი დაჯდები და დაისვენებ. არა, ჯობია საქმეს შევუდგე. მაშინ სამზარეულო შენსგან კაგულებაშია. ო! სად არის ღუმელი? აი ისიც. ისეთი პატარა. სუნესაა, რაც გვაქვს.
კი, და შეშა სად უნდა შევდოთ? აქ. ამისთვის შეშა არ არის საჭირო. ღუმელი ელექტროენერგიაზე მუშაობს. კარგი. და როგორ გავათვოთ სახე ღუმელის გარეშე? გასაგებია. წავიდეთ, გაჩვენებ. აი, ეს არის რადიატორი. ცხელი წყალი მასში გადის და ჩვენ სახლს ათბობს. და რა, საერთოდ არ გჭირდებათ შეშის დაჭრა? საერთოდ არა. შესანიშნავია ამელკა. ასეთი ტექნოლოგიების შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. კიდევ ბევრ რამეს გაჩვენებ, მაგრამ ჯერ საჭმელი ვჭამოთ. სამზარეულოში წავიდეთ. წავიდეთ. და აქ უკვე მოვამზადეთ სუპი. მხოლოდ ერთი სუპი? იცი? სოფელში მხოლოდ ერთი სუპით ვერ იცხოვრებ. კარგი, შეგიძლია რაც კიდე ის მოამზადო. საშა ქალაქში ნამდვილად ვერ გადარჩებოდა ქალაქში გადარჩებოდა, მაგრამ შენ სოფელში მეეჭვება. და ეს სიმართლეა. ლა 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 ლა. მოიცა! რაშია საქმე? კარგი, ონკანის წყალი არ დალიო, დაბინძურებულია. დაბინძურებული? ეს უბრალოდ მიწისქვეშა წყაროდანაა. თქვენის მიწისქვეშა წყაროდან გაქვთ, ჩვენთან კი ის ჭუჭყიან მილებში გადის. გასაგებია? ფუ, გეთანხმები, მაცივარში წყალია, ჯობია ის დალიო. მადლობა. ფლორა მირეკავს. გამარჯობა, ფლორა. ამელკას მეგობარი გვესტუმრა, მიესალმე. კარგი, როგორ ხარ? მითხარი, მიდი. მომიყევი. ამელკა, რა არის ეს? ეს? კი. მე მგონი, პატარა კინოთეატრს გავს. ეს კინოთეატრი არ არის, ეს ტელეფონია. მეც მაქვს ტელეფონი, მაგრამ ღილაკებითაა და ეს ტელეფონი არ ვიცი როგორ უნდა ჩავთო. აქაც არის ღილაკები. ისინი ისეთები აღარ არის, როგორცაც მიშვეული ხარ. ლეო მეგობარს ელაპარაკებოდა. ის ვიდეოში ჩანდა. ძალიან მაგარია. სად შეიძლება იგივე სპავნა? ასეთი ტელეფონები ახლა ყველგან იყიდება. ყველგან? ჩვენ სოფელში ასეთი რამე არ გვაქვს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ბულიონი მაქვს დატკმული. დამავიწყდა. ამელკა, ნახე თუ საკმარისი მარილი აქვს. ამელკა, წუხვარ. არაფერია, საშა არ აუშავს. ბულიონი ცხიმიანია და შეიძლება მოგვიანებით არ გაირეცხოს. ახლა ვეტასაც მას გამოვისვი. ნუ იდარდებ ამაზე, უცებ გავრეცხავ. საშა, ნუ ღელავ, ცოტა გარეცხე და მერე სარეცხ მანქანაში შევაგდებ. როგორ მანქანაში? სარეცხ მანქანაში. შენც გაქვს, არა? ჩვენ მანქანებიდან მხოლოდ ტრაქტორი გვყავს. მიდვის დასამუშავებლად. წამოდი, გაჩვენებ. შეხედე. ხსნი? ტასაცმელს დებ? მერე კეტავ? თავ. და მერე გაირეცხება. ამელკა, ჩემს სოფელში ტასაცმელს 8 საათი რეცხავ. ასეთი რამ რომ მქონდეს, რა მაგარი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ცხოვრობ, მეგონა რომ ასეთი რაღაცეების შესახებ ვიცოდი. როგორ შემესვო ამის შესახებ ვცოდნო და იქნებ სადღაც წაიკითხე. ხო, მაგრამ მხოლოდ 20 წელზე მეტი ხნის წიგნების კითხვა შემიძლია. საშა, კარგი. გონი თანამედროვე ცხოვრების შესახებ მეტი უნდა გაიგო. მე სრულიად თანახმავარ. ტუალეტში შესვლა მინდა. სად არის აქ ტუალეტი? აი ისიც. მოიცა, გარეთ არ არის? კი, და ასევე შეგიძლია მასზე დაჯდე. კი, კარგი, წავალ. გონი თავად ვიხვდები. ამელკა, მოწყენილი ხარ. შენი მეგობარი მოვიდა შენთან და შენც მოწყენილი ხარ. წინს რომ ბევრს მუშაობს. ის ჯერ კიდევ მოზარდია. ასეა სოფელი. გადავწყვიტე რომ მისთვის ტელეფონის ხიბლით სურპრიზი მომეწყო. ის აუცილებლად ბედნიერი იქნება. არც კი ვიცოდი რომ ტუალეტში შესვლა ასეთი მოსახერხებელი შეიძლება ყოფილიყო. სანამ შენ საჭმელს აბზადებ, მე და ლეო უცებ გარეთ გავალ. ნახევარ საათში დავბრუნდებით. პრობლემა არ არის. მეც მინდა ასეთ სახლში ცხოვრება. ნეტავ გამიმართოს და სოფელში არ ვიცხოვრო. ზუსტად თავის დროზე მოხვედით. მე უკვე ყველაფერი მოვამზადე და საჩუქარი გვაქვს შენთვის. დადამ! ძალიან უხერხულია.
საჩუქრები არ იყო საჭირო. იყო. სწრაფად გახსენი. მოიცა, ეს ტელეფონია? დიახ, ახლა შეგიძლიათ ვიდეოზარების განხორციელება. კარგი. ამაზე არასდროს მიოცნებია. სამწუხაროა, რომ არ ვიცი როგორ გამოვიყენო. პრობლემა არ არის. ახლა სწრაფად გასწავლით. ასე რომ, ჩასართავად დააწყაპუნე აქ. კარგი. ახლა შეტყობინებას გამოგიგზავნი და შენ ეცადი მიპასუხო. და რა არსებაა ეს? და ეს ემოჯია. ხო და ეს გამოიყენება ემოციების უკეთ გამოსახატად. გასაგებია, ახლა შეეცადე პასუხის აკრეფა. კარგი. მე გავაკეთე. და შენ სწრაფად სწავლობ. ჩვენ სოფელში ამის გარეშე გზა არ არსებობს. თუ სწრაფად არის სწავლი, ხარმა შეიძლება გაქთელოს ან ფუტკრება გიკვინოს. ახლა უკვე ნათელია. ამელკა, მოვახერხე შეტყობინების გაგზავნა? კი, მაგრამ ემოჯების მუდმივად წერა არ არის საჭირო. მე ისინი ძალიან მომეწონა. რამდენიც გინდა იმდენი დაწერე, მეც მიყვარს ემოჯი. ბავშვებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ტელეფონისთვის. გამუდმებით დაგირეკავთ. კი, მას ბევრი ფუნქცია აქვს, მაგალითად კამერა. ტელეფონს შეუძლია ფოტოების გადაღება? ება მომეცი გაჩვენო. კარგად შეხედე. თავზე ბაფთები გაქვს. კარგად შეხედე. რამჭის სახეზე? მოიცა, დედამ თქვა, თუ ქალაქში იცხოვრებ, ამოუცნობი ადამიანი გახდებიო. საშა, ნუ გეშინია, ეს ფილტრებია. ეს რეალური არ არის. აი შეხედე, კარგად ხარ. ვერ გავიგე. როგორ შეიცვალა ჩემი სახე რეალურ დროში? ჩვენც არ ვიცით ეგ, ეს ტექნოლოგიებია. აი. ვაუ, ეს ფილტრი მაგარია. აი ლეო, შეხედე. ფუ, და ეს ულამაზესია. ჭამოთ, უკვე მშია. კუჭი მიხმება. მიეცი საშუალება უყუროს. ყურადღება არ გადაიტანოს. მოდი ჩიფსები ვჭამოთ. ახლავე მოვიტან მათ. რა გებრიელია? საშა, ჩიფსები გინდა? მოიცა, და რა არის ეს? არიცი რა არის ჩიფსები? რა მაგარია. გაგიმართლა, პირველად გასინჯავ. მაგარია, მაგრამ ძალიან ბევრი სანელებელია. ხრიკი სწორედ ეს არის. შემიძლია ვნახო? რა თქმა უნდა. მოიცა, ბავშვებო, ჩემი მოწამვლა გინდათ? რა? ჩვენ თვითონ ვჭამთ. აი, აქ ბევრი ქიმიკატია. დედაჩემმა მითხრა, რომ მისით შეიძლება მოწამული წყალი. თუ ბევრს შეჭამ, შეიძლება მოიწამლო. ამელკა მართალია, თუ ზომა იცი, არაფერი არ მოხდება. კი, ძალიან გებრიელია. კარგი, ჩემი საჭმელი ამას ვერ შეედრება. ოდესმე გიჭამია ტკბილეული? რა თქმა უნდა, დედაჩემი მათ მურაბით ან თაფლით ამზადებს. ის გემრიელია. ეგ ტკბილეულია? ნამდვილი ტკბილეული უნდა ჭამო. ახლა ჩვენ გაჩვენებთ რა არის ნამდვილი ტკბილეული. ლეო, წადი და მოიტანე ისინი. აი, სადე რამდენიც გინდა. თითქოს ანგელოზებმა თავად მოამზადეს ეს დელიკატესი. შეგიძლია რამდენიც გინდა იმდენი ჭამო. და შემდეგ არის ტორტი, შოკოლადი, პიცა, სუში, შაურმა, გაოგნებული დარჩები. მოუთმენათველი, ყველაფრის გასინჯვას შეგვიძლია მაგიდასთან მივიდეთ? ასეთი გემრიელობების შემდეგ საჭმელს აღარ შევჭამ. საჭმელი არ მინდა. და მე შევჭამ. შენ ხომ ბევრი რამე მოამზადე. მეც. ვაუ, ისეთი გემრიელია. ასეთი რამე არასდროს მიჭამია. თითქოს პროდუქტები განსხვავებულია. მე თქვენთვის ყველაზე ახალი პროდუქტები მოვიტანე. თუმცა ეს ყველაფერი თქვენს სასუსნაოებს ვერ შეედრება. გზნობ, როგორ მაძლევს ენერგიას შენი საჭმელი. კი, მეც ამის თქმა მინდოდა.
საშა, შეგიძლია გაჩერდე? ბოდიში, ვერ ჩერდები. კარგი. გონი უკვე ზედმეტი შეჭამე. კარგი. ამ საჭმლის შემდეგ ძალიან დავიღალე. დიახ, ეს საკვები არაფერს სასარგებლოს არ იძლევა. დასვენება გჭირდება. TV სვინი გააქვთ? TV სვინი? შეიძლება მინდორში თივა იყოს. იქამდე დიდი გზაა. მე როგორც წესი TV სვინში ვისვენებ. რატო? საწოლი გვაქვს. დედა არ მაძლევს დასაძინებლად წასვლის და უფლებას. ჩვენ ამის უფლებას ვიძლევით. წავიდეთ. აქ შეგიძლია დაიძინო რამდენიც გინდა. უბრალოდ დედაჩემს არ უთხრა ამის შესახებ. თორემ გამრაზდება. დამშვიდი, აქ ყველა შენი მეგობარია. წავალთ, დაისვენე. საშა სახლში სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდება. კარგი. არ მინდა რომ ის სოფელში დაბრუნდეს. ვერაფერს გააკეთებ, ის მისი სახლია. მესმის, მაგრამ მისთვის სხვა რამის გაკეთება მინდა. მომეცი საშუალება ვიფიქრო. იქნებ შევეცადოთ დავეხმაროთ მას იმიჯის შეცვლაში კი ბატონო, მისი წასასმელი ძალიან ძველმოდურია. და მას საერთოდ არ აქვს მაკიაჟი. როდესაც გაიღვიძებს, მის გარეგნობაზე ვიზრუნებთ. ძალიან დიდი ხანია, საკარგად არ მიძინია. როგორი ბუმბულის საწოლი გააქვთ? ბუმბულის საწოლი? ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი ლეიბი და უბუმბულო. ეს განსაკუთრებული მასალაა. ის შენს სხეულს იჭერს. ვაუ, ზოგადად ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ სოფელში. სულს ჩვენთან ერთად ქალაქში გაისეირნო? რა თქმა უნდა. წავალთ, მაგრამ ჯერ ტასაცმელს გამოგიცვლით. ჩემებს რა სჭირთ? მე საუკეთესო კანსაცმელი მაცვია. კარგი, ჩვენ იცი რა არის? აი როგორ გითხრა? მოიცა? ჩვენ იცი აქ ყვა ცოტა განსხვავებულად ისვამს. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ახალი სტილი გამოსცადო. კარგი, მაგრამ სხვა ტასაცმელი არ მაქვს. ნუ ღელავ, ბევრი ტასაცმელი გვაქვს. აი, ჩვენი ყველა ტასაცმელი აქ არის. შეგიძლია აირჩიო, რომელიც გინდა. ვაუ, საოცარია, რამდენი ტასაცმელი გაქვთ? მთელი მაღაზია გაქვთ. საიდან იღებ ტასაცმელს? მე მათ უპროსების შემდეგ გვიცვამ. ტასაცმელი აირჩია და გამოიცვალე. კარგი. გელოდებით ახალი იმიჯით. წავიდეთ. ნახვამდის. როგორც იქნა, ის ჩვეულებრივი ტასაცმლით ივლის. საშა, საიდან მოიტანე ეს ტვიტები? ეს ტიპები ბებიამ დატოვა, როცა ჩვენთან ცხოვრობდა. მეჩვენება, რომ ეს ტასაცმელი ყველაზე შესაფერისი იყო. არ მოგწონთ? ჩვენ დაგეხმარებით ჩასულობის არჩევაში. ჩვენ ვიცით რა არის ახლა მოდური. კარგი. იმიტომ რომ მოდაზე საერთოდ არაფერი არ ვიცი. Pinterest-ზე ყველაზე მოდურ ლუქს ვათვალიერებ. საათი აქაა, რას აჩვენებ? საშა, ეს ძალიან გიხდება. ლამაზი ხარ, შენ თვითონ მოგწონს ეს? უჩვეულოა. აქამდე არასდროს ჩამიცვამს ასეთი ტასაცმელი. ეს ძალიან მაგრად გიხდება. მოიცა, უბრალოდ აქ პატარა ჯიბეებია. იქ საკმარის კვერცხს ვერ ჩადებ. აქ არაფრის შეგროვება არ გჭირდება. შენი ამოცანაა უბრალოდ ლამაზი იყო. მოიცა, სხვათა შორის მაკიაჟის გაკეთებაც გჭირდება. მაკიაჟი? არაცროს გამიკეთებია. ყველაფერი პირველად ხდება. ამელკა მაკიაჟს გაგიკეთებს. შენ მხოლოდ სათვალის მოხსნა გჭირდება, მაგრამ მათ გარეშე კარგად ვერ ვხედავ. მოგვიანებით მათ ისევ დავაბრუნებთ. კარგი, წამოდი. აჰა, შეხედე. შეხედე. ჩვენ გვაქვს ჩრდილები, ფუნჯები, ჰაილაიტერი, სავარცხლები, რუჯი და სხვა რამეები. ასეთი სიტყვები პირველად მესმის. თუ მაკიაჟს ატარებ, მას სწრაფად ისწავლი. კარგი. და როგორ ულიკანს? გაქვს რაიმე კრემი? ნიჟარები? არა, დილით საფნით ვიბან და სულ ესაა. მაშინ ჩვენ მოგცემთ კოსმეტიკას. რა? არ ამგონია რომ მისი გამოყენების დრო მექნება. ამისთვის რო ყოველთვის უნდა იყოს, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა. სულიად ვეთანხმები ლეოს. სხვათა შორის შენი თავსაბურავი საჭირო არ არის. დიახ. ვერ ვიჯერებ რომ ეს მე ვარ. რეალურ ცხოვრებაში ფილტრები ვითმეჩვენება. ძალიან გაგიმართლა. მაკიაჟის კურსებზე დავდიოდი. მეც მინდა. მიყვარს ასეთი რამეები. სამწუხაროა რომ დრო საერთოდ არ მაქვს. სხვათა შორის მოდი დრო არ დავკარგოთ და გავისეირნოთ. რა თქმა უნდა. ო, ძალიან მტკივა.
რა გჭირს? მუცელი გტკივა? კი, ამდენი ტკბილეული და ჩიფსები არ უნდა შეგეჭამა. ხედავ, შენი სხეული მოუმზადებელია. სააბაზანოში მივდივარ. კარგი, ჩვენი გეგმები გაუქმებულია. მისი კარტობა სხვაგვარად მოგვიწევს. გირჩევ სამაგიდო თამაშებს, კონსოლს ან ფილმებს. ახლა მასთან დავილაპარაკებთ. საშა, რა მოხდა? წარმოიდგინეთ, ახლა ხან სათვალე გავტეხე. საქმე ცუდადაა. რატო ხარ ასე გაბრაზებული? ეს უბრალოდ სათვალეა. სოფლის ხელოსანმა გამიკეთა ისინი. რთული იყო. მან ამას 3 თვე ნუანდომა. 3 თვე? ეს ძალიან დიდი დროა. ახლა მთელი აუხტის განმავლობაში ვერ შევძებ მშობლების დახმარებას. საშა, იცი როგორი მხედველობა გააქვს? რა თქმა უნდა, დოკუმენტები მაქვს. ოდესმე გიტარებია ლინზები? არა, მე ისინი მხოლოდ ფილმებში მინახავს. დროა რომ სცადო. და ისიც. ეს რა არის? ეს შენი ლინზებია. და საიდან მოვიდნენ ისინი? გამოწერის შესახებ არ იცი? ჩვენ ეს არ გვაქვს. შენ შეუკვეთავ პროდუქტს და კურიერი მოგიტანს. მოსახერხებელია, არა? ძალიან. ახლა წადი და ლინზები გაიკეთე. სათვალით ამაზე უკეთესად ვერ ვხედავ. უკეთესიც კია. სათვალის გარეშე უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს. ნამდვილად ასია. ახლა შემიძლია დავიხარო და ისინი არ ჩამოვარდებიან. კარგი, რადგან არსად მივდივართ, გირჩევთ სამაგიდო თამაშები ვითამაშოთ. სამაგიდო თამაშები? ნუ იტყვი რომ არ იცი რა არის სამაგიდო თამაშები. რა თქმა უნდა ვიცი, ბაბუა ჩემი თამაშობს ნარდს, ჭადრაკს და კარტს, მაგრამ მე ასეთი თამაშები დიდად არ მიყვარს. ჩვენ ამ თამაშებს არ ვითამაშებთ, ჩვენ სხვა თამაშები გვაქვს. იცი ეს თამაში? პირველად ხედავ. აი, რაღაც ახალი. გასწავლით თუ როგორ უნდა ითამაშო. აი შეხედე, ჩვენ ამ ნაწილებს ერთმანეთის მიყოლებით გამოვიჟებთ და ვინც კოშკურას და ანგრევს, წააგებს. გასაგებია? კი. ამელია, ახლა წააგებ. ამელია. გამოციე. სულ ცოტა მეტი. შეხედეთ, როგორი რყევა. მე გავიმარჯვე. როგორ გამოწიე ის? როგორ იგებ? თამაში ახლა ხან დაიწყე. მოგითხარი, ძალიან სწრაფად ვსწავლობ. გენიოსი ხარ. საშა, სხვათა შორის სკოლის შემდეგ სადაპირებ ჩაბარებას? არსად, სოფელში დავრჩები და მშობლებს სახლის საქმეებში დავეხმარები. ეს უსამართლობაა. შენს ნიჭს გაანადგურებ, ჩემს მშობლებს, ჩემს გარეშე არ შეუძლიათ. არა, ამას არ ვეთანხმები. სწავლა გჭირდება. მეც ეს მინდა, მაგრამ იცი, სოფელში ცხოვრება ძნელია. თქვენ სოფელს გაუმჯობესება სჭირდება. ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ. თქვენ კი თქვენ სოფელში მე-19 საუკუნე გაქვთ. სჭირდებათ ისეთი რამ, რაც ცხოვრებას გაგიადვილებ. არ ვიცი, დედა და მამა რას იტყვიან. თავად დარწმუნდებიან, რომ ასე უკეთესია და წინააღმდეგობას არ გაგიწევენ. მაგრამ სად შეიძლება ამ ყველაფრისთვის ფულის შოვნა? ვიცი. სოფლიდან ძალიან ბევრი საჭმელი მოიტანე. დიახ, გადავწყვიტე საჩუქარი გამეკეთებინა თქვენთვის. ამ პროდუქტებიდან ბევრი გვაქვს. ქალაქში სოფლის მეურნეობის პროდუქცია ძალიან ფასობს. რა თქმა უნდა, შეგიძლია შენი პროდუქცია გაყიდო და კარგი ფული გამოიმუშაო. კარგი. არც კი ვიცი, გონი ძალიან რთულია. ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე შენ გგონია. ისე, ძალიან მინდა რომ ჩვენც იგივე რამე გქონდეს, რაც თქვენ. სულ ესაა. განმათავსე განცხადება. სასოფლო სამეურნეო საქონლის გასაყიდად. პირველი შეკვეთა უკვე მივიღეთ. სულ ესაა. ეს დღეისთვის ბოლო პროდუქტია. საოცარია. რამდენი ფული ვიშოვეთ? ეს საკმარისია როგორც სარეცხი მანქანისთვის, ასევე ღუმერისთვის. დაფიქრდი კიდევ რამდენის გამომუშავება შეგიძლია სახლში საქონლის გაყიდვით. ბავშვებო, კარგი. არ ვიცოდი რომ ტექნოლოგიები ცხოვრებას ასე ამარტივებდა. სამწუხაროა რომ მხოლოდ ერთი დღით მოხვედი. კი, წასვლის დროა. ყველაფრისთვის მადლობა. სულ ესაა. ნახვამდის. მშვიდობიანი გზა. ნეტავ მშობლების დარწმუნება შეძლოს. ფიქრობ რომ მას ეს გამოუვა. ეს საშა. საშა? გამარჯობა ყველას. გამარჯობა, მიხარია შენი რა ნახვა. შვები? მადლობა ბავშვებო, თქვენი წყალობით მე და ჩემმა მშობლებმა ჩვენი სახლისთვის უამრავი თანამედროვე ნივთი ვიყიდეთ. მართლა? დიახ, ახლა ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, სარეცხი მანქანა.
კიდევ ავტომატური მორცვა და ბევრი სხვა რამ. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. მადლობა ბავშვებო. ახლა ბევრი დრო მაქვს საკუთარი თავისთვის და სწავლისთვის. და შენი მშობლები სწავლის უფლებას გაძლევენ? კი, ხალხო, თუ საშას გამო ბედნიერი ხართ, დაალაიქეთ ეს ვიდეო და არ დაგავისლეთ ამელკასახის გამოწერა. აქ ბევრი საინტერესო რამე არის. ნახვამდის ყველას!